შეიძლება უკვე გადაახვიე ამ ვიდეოს დასაწყის. ან ახლა უკვე ფიქრობ სწორ ვიდეოზე მოხვდი თუ არა. ან იქნებ უნდა გაგეგრძელებინა სკროლა. და ახლა უკვე იმაზეც ფიქრობ, რომ ამაზე ფიქრობ. ხო, გამარჯობა. ეს ვიდეო შენთვისაა. ადამიანების უმეტესობა ფიქრობს, რომ ზედმეტად მოაზროვნე ადამიანები უბრალოდ ძალიან ბევრს ნერვიულობენ. რომ ეს რაღაც ნერვული ჩვევაა, როგორც ფრჩხილების კვნეტა. ოღონდ შენ შემთხვევაში ეს არის ყველა სოციალური ინტერაქცია, რაც 2009 წლიდან ჰქონია. მაგრამ ეს ახსნა საერთოდ ვერ აღწერს, რა ხდება სინამდვილეში იმ ადამიანების გონებაში, რომლებსაც უბრალოდ ვერ შეუძლიათ ფიქრის გამორთვა. და როცა რეალურ მექანიზმს გაიგებ, შეიძლება დიდი ხნის შემდეგ პირველად იგრძნო, რომ ვიღაც მართლა გიგებს. შენს წვინში არსებობს ქსელი. მას მკვლევარები ნაგულისხმევი რეჟიმის ქსელს უწოდებენ. ის აქტიურდება მაშინ, როცა გარესამყაროზე აღარ ხარ კონცენტრირებული. ეს ქსელი პასუხისმგებელია ინტროსპექციაზე, მომავლის წარმოდგენაზე, წარსულის გადახვევაზე და სოციალური სიტუაციების ანალიზზე. ზედმეტად მოაზროვნე ადამიანებში ეს სისტემა მუშაობს მუდმივად, ხმამაღლა და ოღალავად. მაგრამ საინტერესო კითხვა ეს არ არის, რომელი ქსელია ჩართული. საინტერესოა, რატომ არ ჩერდება და რას ცდილობს სინამდვილეში. რადგან ტვინი არ გაფუჭებულა, ის ძალიან რთულ და დახვეწილ პროცესს ასრულებს. არსებობს დიდი განსხვავება ორ რამეს შორის: პროდუქტიული ფიქრი, როცა რეალურად მიდიხარ დასკვნამდე, და რუმინაცია, როცა ერთსა და იმავე აზრებს უსასრულოდ ატრიალებ. ფსიქოლოგი სუზან ნოლენჰოქსემა წლების განმავლობაში იკვლევდა ამას. და დაადგინა, ეს არ არის პრობლემის გადაწყვეტა, ეს არის პრობლემის რეპეტიცია. შენ უბრალოდ იმავე სცენარს ათამაშებ სხვადასხვა ვერსიებით და არც ერთი მათგანი არ გეხმარება. რუმინაცია აძლიერებს ნეგატიურ ემოციებს და დროთა განმავლობაში ზრდის დეპრესიის რისკს. ფიქრი არ ამუშავებს ემოციას, ის ინახავს მას ქარვასავით. ყველაზე ირონიული ნაწილი? შენ ფიქრობ იმიტომ, რომ გჯერა, თუ საკმარისად იფიქრებ, ერთ დღეს იპოვი პასუხს, რომელიც ყველაფერს დაალაგებს, მაგრამ ვერ იპოვი. და მაინც გააგრელებ, ღამის 2 საათზე, როცა 7-ზე უნდა გაიღვიძო. ბევრი ასეთი ადამიანი გაიზარდა გარემოში, სადაც გაურკვევლობა უსაფრთხო არ იყო. არ ვიცოდი, ვინ რა განწყობაზე იქნებოდა, ან სწორად ვკითხულობდი თუ არა სიტუაციას, ამიტომ ტვინმა ისწავლა. წინასწარ ფიქრი ნიშნავს დაცვას. ეს იყო ადაპტაცია, ჭვიანი მექანიზმი. პრობლემა ის არის, რომ ამას იღებ იქაც, სადაც აღარ არის საჭირო. მაღაშიში, მესიჯზე წერისას, შეხვედრაზე, ვიღაცის გაურკვეველი გამომეტყველების დროს და უკვე იწყებ საქმის საღდეოს აღებას. ტვინისთვის მნიშვნელობა არ არის, ეს რეალური საფრთხეა თუ უბრალოდ სოციალური სცენარი. კორტიზოლი მაინც კორტიზოლია და სხეულის რეაქციაც რეალურია. არსებობს ზედმეტი ფიქრის ერთი ფორმა, რომელიც მთლიანად სხვებზეა კონცენტრირებული. რას ფიქრობენ შენზე, როგორ აგიქმავენ? რამე ხომ არ თქვი ამას უკასრავად უბრალოდ გამორთვის ღილაკი გარეშე. მაგალითად, პლანის გაუქმება. ჩვეულებრივი ადამიანი. ბოდიში გადავდოთ და აგზავნის. ზედმეტად მოაზროვნე ადამიანი. წერს, კითხულობს, ფიქრობს ბოდიში ზედმეტია, შლის, ფიქრობს ცივი გამოვიდა, აბრუნებს, გადავდოთ ხომ არ არის ზედმეტად პირდაპირი. წერს 3 ვერსიას. აგზავნის მეგობარ შესაფასებლად. ბოლოს მაინც პირვანდილთან ძალიან მსგავს აგზავნის და მაშინვე ისევ კითხულობს. ნორმალურა ჟღერს? ყველაზე მძიმე ნაწილი. შენ სხვებს აძლევ იმთანა განწოდავს, რასაც საკუთარ თავს არასოდრის აძლევ. 40 ჯუთი მეგობარს არწმუნებ, რომ ტვირთი არ არის და შემდეგ ღამე საკუთარ თავს არწმუნებ, რომ შენ ხარ. ფსიქოლოგმა დანიელ ვეგნერმა ჩაატარა ცნობილი ექსპერიმენტი. არ იფიქროთ თეთრ დავცე. რაც უფრო ცდილობ არ იფიქრო, მით უფრო ძლიერად ბრუნდება აზრი. ანუ, აზრის გაჩვობა ნიშნავს მის ძლიერებას. ყოველ ჯერზე, როცა საკუთარ თავს ეტყვი, შეწყვიდე ფიქრი. რეალურად, უფრო ძლიერ ტალღას ქმნი. კიდევ ერთი საინტერესო რამი. ზედმეტად მოაზროვნე ადამიანები ხშირად მარტივ გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებენ, მაგრამ როცა საქმე მნიშვნელოვანია, იქ ავღილალებს. ეს ნიშნავს, რომ ეს არ არის ხმაური, ეს არის რუგა. შენი ფიქრები პირდაპირ მიუთითებს, რას აფასებ, რის გადაპრის გეშინია, ვინ გიყვარს, როგორ გინდა აღიქმენ. შენი შმოთვა გეუბნება, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი, უბრალოდ ცუდი ენით. ასეთ ადამიანებს დასვენებასთანაც რთული ურთიერთობა აქვთ. როცა ჩერდები, ფიქრები მოდის, როცა არაფერს აკეთებ, ყველაფერი მოდის. ამიტომ ხარ მუდმივად დაკავებული. ეს არის ერთადერთი ხმაურის რეგულატორი, რომელიც მუშაობს. გაგება არ ნიშნავს შეჩერებას და არც უნდა ნიშნავთ ის. ეს არის ახალი კითხვების დასაწყისი.
როგორ შევწყვიტო? რისგან მიცავს ეს აზრი? ეს საფრთხე ისევ არსებობს? მომეტეს შემდგომაში და არა. დარჩა უბრალოდ ჩვევა. მიზანი არ არის მშვიდი გონება. ეს ალბათ არც მოვა. მიზანი არის სხვა ურთიერთობა საკუთარ ფიქრებთან, რომ შეძლოთ ვთქი. ვიხედავ რას აკეთებ, ვიცი რატომ აკეთებ და მე გადავწყვეტ რამდენ დროს დაგითმობ. ეს პატარა რამე არ არის. ეს თითქმის ყველაფერია.